გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო და გამომწერებო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კლასიკური ბრიტანული თამბაქოს ნაზავი პიტერსონის Early Morning Pipe. ეხლა დღეს პიტერსონის ვამბობთ, მაგრამ ეს არის კლასიკური დანხილის ნაზავი. როგორც თქვენთვის ცნობილი არის, თუ არ არის ცნობილი, მე გაცნობებთ, რომ დანხილი ნელ-ნელა ეს უძველესი კომპანია ნელ-ნელა გადის თამბაქოს ბაზრიდან, ყიდის თავის აქტივებს. ეხლა დაიტოვა მხოლოდ ჩიბუხების წარმოება, როგორც ვიცი და თამბაქოების წარმოების ფაბრიკები ეს ყველა გაყიდა და იყიდა პიტერსონმა, ერთ-ერთმა ძველმა წარმოებელმა დანიურმა, მაგრამ ფაქტიურად შეიძინა ეს ქარხანა, გადაიბარა და მხოლოდ ამობენ შეიცვალა აი ეს წარწერა დანხილი შეიცვალა პიტერსონით. Early Morning Pipe, ესე იგი ელემენტარული ინგლისური ამას ყოფნის, ეს არის დილით მოსაწევი ნაზავი, კიდეც ახატია აი მამალი და ეს აუმავალი მზე, აი ეს დიზაინიც არ შეცვლილა, გამოდის, რა ვიცი, ძალიან ათეული წლებია. ხო, მანამდე ერთი-ორი სიტყვით გეტყვით, არ ვიცი მე წინან როლებში თუ მithქვამს. ჩვენთან სხვა კულტურა არის თამბაქოს მოწევის და ყალიონის და ჩიბუხის, დასავლეთში სულ სხვა იყო. როგორც ჩვენთან არის მეღვინეები და ისინი აკეთებენ სხვადასხვა კუპაჟებს ღვინისას და არის კარგი მეღვინეები, ვინც აი მაგალითად ერთი სახეობის 3-4-5 სახეობის ჯიშის ღვინისგან ღებულობენ აი ესეთ რაღაც სასწაულ ბუკეტს და არქმევენ გარკვეულ სახელს, ხო? აი ესე არის ზუსტად ეს არ არის ერთი ტიპის თამბაქოსგან დამზადებული. ყოველთვის იქაც არიან ესე იგი, თქვა მინდა როგორც ჩვენთან მეღვინეები, არიან აი ეს უზადო სპეციალისტები, რომლებზეც ნადირობენ ეს წამყვანი კომპანიები თამბაქოს დამზადების და ესე სახელოვანი ხალხია, ვინც წლებია ამზადებენ, აქვთ თავიანთი საიდუმლოებები, არავის არ აცნობენ, როგორ ამზადებენ, რას ამზადებენ, რამდენი დაძველებით, აი ორი სიტყვით რო აგიხსნათ, რა ხდება, ესე იგი მაგალითად აქვს ამას ამზადებს მაგალითად 5-6 სახეობის თამბაქოსგან. ერთი ტიპის თამბაქო არის მოკრეფილი, ვთქვათ, ბრაზილიაში, მეორე ამერიკაში, მესამე თურქეთში, მეხუთე აფრიკაში. ერთი არის, ვთქვათ, ფერმენტაციას გადიოდა 3 წლის განმავლობაში, მეორე გადიოდა 2 წლის განმავლობაში, მესამე 4 წლის განმავლობაში, ესე გაგშეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა წლებში მოკრეფილი და სხვადასხვა წლები შენახული თამბაქოები, თან ფერმენტაციის სხვადასხვა პროცესი არის, არსებობს ცხელი, ცივი, არსებობს კაპჩონი, როგორ არის, შებოლილი, ის შებოლვაც არის იზი, საშუალო, უფრო ძლიერი, ზოგიერთი თამბაქო მთლიანად შავია. მაგალითად შავი კევინდიშის, თავიდან კი არ არის შავი, მაგრამ ძალიან შებოლილი არის. აი იმას რაღაც დოზით უშვება, იმას რაღაც დოზით უშვება, იმას იმდენს უშვება, იმას ამდენს უშვება, იმას ამ წლის, იმას ამ წლის და აი ამ ნაზავს აკეთებს და გამოდის რაღაცა ფანტასტიკა. აი ესეთი კულტურა არის. ამიტომ ხა ნახეთ, წაიგითხავთ ეს რისგან არის დამზადებული. აქ წერია რომ ეს ძველი ტრადიციული კიბადონო შენიჭირიმე მთელი მსოფლიოს მწველები ჭკუაზე არ არიან, კიბადონო გავიგეთ და ეს არის ძირითადი შემადგენელი არის ლაითი და წითელი ვირჯინია, არის ორიენტალები შერეული მასში და არის fish press, ანუ ახალ დაპრესილი, ესე იგი ახალი ლატაკია. ეს არის ძველი ინგლისური მიქსტურა და მთელი ამბები და რაღაც. ესე იგი სამი ძირითადი კომპონენტია ამაში. ეს უკვე გახსნილი მაქვს. და ორივე სიტყვას გეკითხა იმ შეფუთვაზე, მთელი მსოფლიო გადადის ახლა იმ შეფუთვაზე, შაიბას როგორ ქვია ქართულად, აი ესეთი მგვალ შეფუთვებზე. რა უპირატესობა აქვს ამას? თამბაქო დიდხანს რო ინახებოდეს, კარგად ძველდებოდეს. და მაგალითად ზოგიერთი ჩემსავე და ესე არ ყიდულობს და არ ეწევა. ხალხი ყიდულობს, აი ამას იყიდეს, Early Morning Pipes, პიტერსონის, შეინახავს და ამას რამოდენიმე წლის მერე გავს. აბა ეხლა რას ეწევებდნენ? ეხლას აი ეს 5 წლის წინ რაც ვიყიდე. ზუსტად ეს აქვს, ნახე, ჯერ კიდე დანხილება წერია.
ის გამოაძრო 5 წელი გავიდო, აი ეს მაქვს ვაგერ 4 წლის ასეთი, ეს მაქვს 3 წლის, ეს მაქვს 2 წლის, ეხლა რომ გამოვიღეო, ეს ჩავდევიო, ეს 5 წელი თუ არ დაძველდა, არ მოწევს. და რომ გაძლოს ამან კარგად, ის ვაკუუმში უნდა იყოს. და აი ეხლა ამ ეფექტს ვერ მივიღებ, მაგრამ ეს არის ეს ადგილები აქვს სულ შეზნექილი, ცუდას მიხვდებით რა, რომ გამოტომბულია. აი ამ ადგილას იმას წამოდებთ, ბევრი მონეტას ხმარობს. ამერიკელები ტრადიციულად მონეტას ხმარობენ, ეს მონეტას ჩადებენ და ამას როგორც გამოწევ ესეთი ხმა იქნება ესე გამოცრის, მე როდესაც ახალ კოლოფს რა იმის გავხსნი, გაჩვენებთ ამას. და всё, დაირღვა ვაკუუმი, შევიდა ჰაერი და დაიწყო თამბაქომ სიცოცხლე. ვიდეო და გადაღება და თანამედროვე აპარატურა სუნს და გემოვნებას არ გადაცემს. ეს არის რაღაც ზღაპარი. ასე კახალდეში გაიხსნა და აი ასეთი გვაქვს შეფუთვა და აი ასეთი თამბაქო თუ ჩანს აბა კარგად სხვადასხვა შუქზე მოგრძო ლენტებად დაჭრილი სხვადასხვა ფერის აი ეს წითელი ვირჯინია აი ეს მუქი შავში რო გადადის ეს არის კევენდიში და ესეთი ჩალისფერი ეს არის ორიენტალები. ეხლა რა რაოდენობასაც ვუწევთ უნდა აქედან ამოვიღოთ და ამაზე დავყაროთ. გავაჩეროთ, ეხლა იმ მოწევას ამ წუთას არ ვაპირებ. ამიტომ ხავე დავხურო, ბიჭო ერთ კიდე არჩევ უნდა დავყნოსო. რა გითხრათ რა, ეს უნდა ნახოთ. ესეც რომელი ნაზავია. ეს არის ტიპიური ინგლისური მიქსტურა, დანხილის შექმნილი. ეხლაც დანხილია, უბრალოდ სახელი შეიცვალა. იგივე ქარხანა, იგივე წარმოება, იგივე ტექნოლოგია, იგივე ყველაფერი. კარგად უნდა დახუროთ, რომ ხა ვაკუუმი არ არის, მაგრამ ერთ წელიწადს აი ესე კარგად დახურული, ერთ წელიწადს კარგად არის, ერთ წელიწადს მეყოფა ხარ, თქო, და ერთ წელიწადს მხოლოდ ეს არა მაქვს, 10-15 მაქვს სხვადასხვა ტიპის თამბაქოები, ამიტომ ის 10-15 ერთად ერთ წელიწადს ყოფნის. რა გითხრათ ახლა? ეს თამბაქო თუ გთქვენ თავს თამბაქოს მწველად მიიჩნევთ, უნდა გქონდეთ კი არა ვალდებული ხართ რომ გქონდეთ. ამას თუ არ მოწევთ, არ იყიდით არ მოწევთ. არასდროს არ თქვათ რომ ჩიბუხს ვეწევიო. ეს არის აუცილებელი. ეხლა ამას ჩავაკეთებ ჩიბუხში აი ესეთ ტერმინი მოიგონებ ვერ შევთანხმდი ჩავაკეთო შევაკეთო რომელიც ორი და ყალიონი გამართა სადღაც წავიკითხე. რაღაცას ეწერა და მე ასე ვიტყვი და თქვენ მომიძებნეთ შემისწორეთ, მასწავლეთ, ვისწავლეთ თქვენგანაც, მე ასე ვიტყვი. გავმართავ ეხლა ჩიბუხს. ჩავპრესავ მასში აი ამ არომატულ ლიმონით თარბის არომატულს ვერ ვამბობ, არომატი კი არ არის ეს. მე არომატულს ვზახი რომ გემრიელი. და შემდეგ მოვწიოთ ერთად და შევაფასოთ მისი გემოვნებული თვისებები.
მოკლედ მეგობრებო, ესეთი კურიოზი მომივიდა. ის ვიდეო, სადაც აღწერას ვაკეთებდი თამბაქოსზე, არ ჩაიწერა. მოკლედ ეხლა მიწევს პოსტფაქტუმ უკვე სახლში სტუდიურად აი ამ შეფასების ჩაწერა და მოგაწვით ინფორმაციას. მოკლედ აი საბოლოო შეფასება აი ამ თამბაქოსი. ნუ რა შეიძლება ითქვას? ბევრ შეიძლება არაფერს ვერ გეტყვით და არ გვაკვირვებთ რაღაც ახალი აღმოჩენით. წინვალე თამბაქოა, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, თუ თამბაქოს მწეველი ხარ, ჩიბუხის მწეველი ხარ, ეს თამბაქო აუცილებლად უნდა შეიძინოთ და ერთჯერ მაინც გასინჯოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თქვენი საყვარელი თამბაქოების რიგში ჩადგება. თუ არა, არა. მაგრამ ერთჯერ მაინც გასინჯეთ. თუ კი იშოვით, აი ესაა ცუდი ჩვენს აი ამ ჰობიში. დარჩენ რა შეიძლება ითქვას, აი ხო არის მსუბუქი. აი ზუსტად მსუბუქი, უნდა ლაითი კი არ არის. თამბაქოს თავისი სიძლიერე აქვს. ძლიერი თამბაქო არის, იგრძნობა თამბაქოს სიძლიერე, მაგრამ მაინც ამ დროს არის მსუბუქი. აი მის სახელს ამართლებს, აი დილით მოსაწევი რო არ დაგამძიმოს, აი ესეთი თამბაქო არის. გემოები, აი ვიმეორებ მე ერთ თამბაქოშიც ვთქვი პედერსონის. მსუბუქი გემო დაყვება ესეთი თივის და გამხმარი, უფრო შემოდგომაზე გამხმარი ბალახის. სასიამოვნო არომატი. ამასთან ერთად იგრძნობა სხვადასხვა ჩირების, უფრო შეიძლება ციტრუსების ჩირის რაღაც გემო დაყვება, მაგრამ ეს იცით როგორ არის, ისეთი მცირე ნოტებად არის, რომ არ არის გამაღიზიანებელი, არ არის ზედმეტი და აი თითქოს იგრძნობა, თითქოს არ იგრძნობა. იცით, ასეთი ეფექტი ჩემთვის ძალიან კარგი არის. აი წყნარად ჩიბუხს ეწევი, რაღაცას ფიქრობ და ეს ძლიერი რო იყოს ეს გემოები, ჩემთვის ეს უფრო გამაღიზიანებელი იქნება. და აი სადღაც არის, სადღაც არ არის. ეს თამბაქოა და თამბაქოთ უნდა რჩებოდეს. ეს ხო არ არის ჩირის მირთმევა ან რაღაც არომატული ლიქიორის ან ჩაის დალევა. თამბაქოა, მაგრამ აი ეს მცირე ნოტები დაყვება და ეს ძალიან კარგად არის, ეს რომ ბუნებრივად არის მიღებული, ეს არის ბერლის ან ეს Golden Virginia's და სხვა თამბაქოების თვისებებია ეს გემოვნებები რო გქონდეს და თითქოს სადღაც არის. აი სადღაც იგრძნობა კიდეც თხილის და თითქოს ნიგოზის არომატებიც. მაგრამ როგორც ვიმეორებ, ეს არის ძალიან მსუბუქად და აი მართლა აი დილით ჰაერზე, ვერანდაზე იქნებით თუ აი ბუნებაში გახვალთ, აი და ჩამოჯდებით და აი კარგად მოსაწევი, რაღაც რელაქსის მისაღები და აი კარგი დღის დასაწყისი, აი ესეთ თამბაქო. რატომ საღამოსაც შეგიძლიათ მოწევოთ და დღის ნებისმიერ დროსაც, მაგრამ აი გარკვეული ვითქვან სოჩიბუხს მოწევ, გარკვეული რიტუალიც არის, გარკვეული რაღაც ჰობიც არის და აი ამას თუ მიყვებით და ესე გააკეთებთ, ძალიან კარგი იქნება. რა უნდა ითქვას მოკლედ? შევაჯამებ რეკომენდაციას უწევ 10-დან როგორც ერთ-ერთ თამბაქოზე ვთქვი 9-ს დაუწერ და იმერც იმიტომ დავაკლებ რომ ჩვენთან რო არ იყიდება საქართველოში აი ამისთვის ძნელი საშუალება მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მოვუთ თითქოს მისი ბრალი არ არის მაგრამ მისი ბრალია გახსნას პეტერსონმა საქართველოში წარმოადგენლობა და მოგვაწოდოს ბატონო ეს თამბაქო და მაშინ 10-დან 10 დაუწერ თქმა უნდა ხუმრობით ეს სხვადასხვა ერთი უნიკალური რაღაცა თითქოს აღმოაჩინე თუ არ აღმოაჩინე არ ვიცი ბათუმში რევოლუციამდე ჯერ კიდევ მეფის დროს იყო თამბაქოს ძველი მაღაზია ნუ რამოდენიმე იყო მაგრამ ერთ-ერთი მაღაზია იყო ძველი სტალინის რევოლუციამდე მარინსკი პროსპექტი ერქვა ამას ახლა მე მედაბაშეთის გამზირი რო არის აი იქ იყო ძველი მაღაზია რომელზეც მაქვს ეჭვი რაღაც ინფორმაციას მოგიენ რომ გონი პეტერსონს ქონდა იქ თავისი მაღაზია და თუ რაღაცები დავადგინე შემდეგ უფრო ზუსტად მოგაწვით მაგ ინფორმაციას. შემდეგი განხილვა კი გვექნება აი ასეთი თამბაქოსი პეტერსონის ისევე ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი. ესეც თავის დროზე დანხილის იყო. და აი ამ თამბაქოს მოხილვას მოგაწვით.